პეკინი-პარიზი 2025 უკვე მეორედ გაიმართა საქართველოში და ეს რალი მოგეხსენებათ 14500 კილომეტრს დისტანციას შეადგენს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ორგანიზაციებისთვის, საქართველოს საავტომობილო ფედერაციისთვის, ისტორიული ავტომობილების ასოციაციისთვის, Porsche კლუბისთვის, ვინც ძირითადად პარტნიორები და ორგანიზატორები არიან ამ ღონისძიების უკვე მეორე წელია საქართველოში, ის რომ მაქსიმალურად მივცეთ საშუალება ჩვენ მეგობრებს, საქართველოს მოსახლეობას, იმ ადამიანებს, ვისაც კლასიკური ავტომობილები უყვართ, ვისაც უყვართ სპორტი და ვისაც უნდა ამ სახეობის განვითარება საქართველოში, მაქსიმალურად შეუწყოთ ხელი იმაში, რომ მიიღონ, ესე ვთქვათ, მეტი გამოცდილება, ჩაერთონ, ნახონ ეს ავტომობილები, ნახონ თუ რა ტიპის გადარბენებს, რა ტიპის რალებს ატარებენ მსოფლიოს სხვა კუთხეში და აი ეს ყველაფერი გადმოვიტანოთ ჩვენ ყოველდღიურობაში, ესე ვთქვათ და რაღაცნაირად პარალელურად ხელი შეუწყოთ ამ გადარბენს და თან გამოცდილებაც მივიღოთ ამ ყველაფრისგან. ჩვენი მხრიდან ამ რალიში ჩართულია დაახლოებით 15 კაცამდე, როგორც მარშალთა კლუბი, არჩილ ნოღაშვილის ხელმძღვანელობით, ასევე Porsche კლუბი საქართველოს, ისტორიული ავტომობილების ასოციაცია, მე როგორც ორგანიზატორი ცალკეულად და ამ ყველაფრით ფაქტიურად რაც ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის მხარდაჭერით ვახერხებთ იმას, რომ უკვე 2 წელია საკმაოდ დიდი ძალებით და ძალიან მაღალი ხარისხით ვახორციელებთ ამ ღონისძიების ორგანიზება საქართველოში. წელსაც ძალიან კარგად ჩაიარა ყველაფერმა, ყველა დოპი, ყველა სპეცმონაკვეთი იყო, ესე ვთქვათ, აბსოლუტურად მოწესრიგებული, ძალიან მაღალ დონეზე შესრულებული, ორგანიზაციული საკითხები იყო სრულფასოვნად ყველაფერი ჩამოყალიბებული, ამიტომ მე ძალიან მიხარია ის, რომ საქართველოში მსგავსი ტიპის ღონისძიებები ტარდება და მომავალშიც არაერთხელ გვპირდებიან, რომ ისინი კვლავ ესტუმრებიან საქართველოს. შესაბამისად, ჩვენ მხრიდან ყოველთვის არის მზადყოფნა და ყოველთვის ვთავაზობთ ჩვენ, ესე ვთქვათ, მეგობრებს, იმ ადამიანებს, ავტომოყვარულებს, სპორტსმენებს ამ სანახაობას და მაქსიმალურად ხელს უწყობთ მათ იმაში, რომ ინტეგრებულები იყვნენ ესეთ ღონისძიებებში.